მოგესალმებით თურქესო ტელემაყურებლებო დღემშვიდობისა ნანა თევდორაძე ვარ გადაცემაში უოთხე ქუთაისში დაიწყო ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში გილოცავთ ისევ და ისევ ცხადია ახალ წელს შობას მინდა გისურვოთ რომ იყოს ეს წელი თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის რატომაც არა ჩვენთვის წარმატებული იღბლიანი და ღიმილიანი რაც შეეხება გადაცემის სტუმარს ალხონელიძეს მასპინძლობ დღესაც ეს ლამაზი ტრადიცია 2026 წელშიც გრძელდება და იმაც დავიტოვებ რომ მომდევნო წლებიც ვერას დაგვაკლებს რა ზალ როგორ ხარ როგორი განწყობა როგორ გაუმკლავდი ამ სადღესასწაულო დღეებს, თუმცა დღესასწაულებს და სუფრების დეფიციტს არც ჩვეულებრივ დღეებშიც არ განიცდი ხოლმე. როგორ ხარ? გილოცავ ახალ წელს? მე დიდი სიხარულით და სიყვარულით გილოცავ ახალ წელს თქვენ და მოსახლეობას და მიხარია რომ ისევ შევხვდით 2026 წელს. აი ამ დიდებულ წელს, რომელიც მჯერა რომ ძალიან კარგი წელიწადი იქნება. გაართვი თავის სუფრის თემებს ღირსეულად თუ იყო რაღაცა? ძირითადად მე სუფრებზე მხოლოდ შოუების სანახავად დავდივარ, რადგან დიეტაზე ვარ ხოლმე და ამიტომ ხო ეს მოგატყვეთ. ნუცა დავიჩერე. როგორი მიამიტიო რა. ამიტომ გაუძელი როგორ ღაც და კი ვარ აგერ მოსული ცოცხალი ვარ. ძალიან კარგი. კიდე დიდხანს იცოცხლე და წარმოგვიდგინე ფილმი, რომელიც ამჯერად არის თქვენს ანგარიშზე და შემთხვევით არც არაფერი არ ხდება, ავარსებობს ასეთი მოსაზრება და არც ამ ფილმში არჩევდი ესე შემთხვევით. მითხარია, რა ფილმზეა საუბარი და რატომ მაინც და მაინც ახლა? ხო, ეს დიდებული ფილმია და შეიძლება ვენესუელის ამბებსაც დავამთხრიოთ იქ რა ხდება, როგორ ვინ რა გადათამაშებას ატარებს და მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც შეიძლება გამოვეხმაუროთ აი ამ ფილმით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ფილმი მაინც არის იმის შესახებ, როგორ შეიძლება ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მისაბაძი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც არ ისურვებდნენ ხოლმე და რამდენად დიდი ინტრიგებია ძალაუფლების მოპოვების გზაზე, რამდენად დიდი ბარიერებია აი ამ გზის გასავლელად საჭირო და აი ამის შესახებ ვისაუბროთ ახლა ჩვენ აი ამ ლამაზი ფილმის შესახებ. და აღვნიშნოთ რომ ერთ-ერთი უახლესი ფილმია, რომელზეც შეგვიძლია დიდი ფსტონებით დავდოთ. კარგი, ზალ, იცით რა მაინტერესებს? საზოგადოების უმეტეს ნაწილს რატომღაც არ უნდა ხოლმე ესეთ თემებზე საუბარი, ან ხშირ შემთხვევაში შეიძლება გვიფიქრია, მაგრამ აი ეს ფიქრები იბლოკება ხოლმე ჩვენსავე გონებაში და ტვინში. თუმცა რას ემსახურება, რომ შეიძლება რაღაცები არ დაუშვათ და კატეგორიულები ვიყოთ, როგორც გვჩვევია ხოლმე ადამიანებს და მით უფრო ალბათ ქართველებს. თქვენ რამდენად გრჩებათ ხოლმე ამ გადატვირთული დღის განრიგის ფონზე, იფიქრომ თუნდაც გავსაკითხებზე, რომ ყველაფერი ლამაზი და ესე ყველაფერი ბრჭყველად დედამიწაზე არ არის, სადაც არ უნდა იყოს, რა ინსტანციაც არ უნდა იყოს. გეტყვით პირდაპირ და მეც დავფიქრებულ ვარ აი ამ საკითხზე და ვთვლი რომ დავით აღმაშენებელი იყო ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე უდიდესი და ყველაზე ძლიერი მეფე საქართველოსი და რატო ვთვლი ასე? მას არ ეთაკილებოდა და არც ეს სირცხვილებოდა ეს სიტყვები მოდი მოვსმოთ მას არ ეშინოდა არავისთან დაპირისპირება თუ ის სიმართლისთვის იბრძოდა. ამიტომ აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად ქრისტიანულ ერთ-ერთ განშტოებაზე, კათოლიკურ ეკლესიაზე, თვითონ აი ამ ეკლესიამ დაამკვიდრა ისეთი წესი, რომ არავის არაფერზე არ უნდა ესაუბრო. მოგეხსენებათ შუა საუკუნეების პერიოდში კოცონზე წვავდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება საწინააღმდეგო აზრის მქონე ყოფილიყო. ამიტომ გვეჩვენება რომ ყველაფერი ბრჭყვიალა, ყველა უცოდველია, ყველა კარგი ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეს ასე. მე ვფიქრობ რომ ყველა ის წესი, რომელიც ადამიანმა დანერგა ჩვენ სამყაროში და მოიფიქრა, ექვემდებარება დარღვევას. მე მიმაჩნია რომ ჯანსაღი კრიტიკა ყველა ორგანიზაციას და ყველა იერარქს თუ პიროვნებას უკეთეს გზაზე აყენებს. ამიტომ მე არ ვთვლი რომ არ უნდა გავაკრიტიკოთ ვინმე ჩვენგან დაწყებული. აი ჩვენი ტელემაყურებელი თუ გვეტყვის რომ რაღაც უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ აი ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ.
ხო, ეს გააჩნია ალბათ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საერთოდ უნაკლოები არიან და სხვისი გაკითხვით უფრო არიან ხოლმე დაინტერესებულები, ვიდრე საკუთარ თავში რაღაცების გამოსწორებით, ძიებით ან თუნდაც დაშვებით, რომ შეიძლება ისინი არასწორად საუბრობდნენ, თუნდაც არასწორად ავლენდნენ მათ ემოციებს სოციალურ ქსელში, რომელიც ჩვენს ესე რომ ვთქვა საცხოვრებელ ლოკაციად გადაიქცა, ეს თუ გადავალებთ თავს. მოკლედ, რა ფილმზეა საუბარი, სახელი ხო არ მაღლისე? ფილმი კონკლავი. კონკლავი არის საბჭო, რომელიც ირჩევს ახალ რომის პაპს. რომის პაპი მოგვეხსენება არის ადამიანი, რომელიც კათოლიკური სამყაროს უზენაესი იერარქია და ამ შემთხვევაში ამ ფილმის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ, რომ ძველი რომის პაპი, რომელიც გარდაიცვალა, უნდა ჩაანაცვლოს სხვამ. თავიდან აი ამ ფილმში ჩანს, რომ თითქოს მისი ადგილის დაკავება არავის სურს. მაგრამ ნელ-ნელა ჩდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძვის აი ამ ადგილის დასაკავებლად სხვადასხვა მეთოდებით. კი, თუ კი პოლიტიკურ არჩევნებზე შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ ინტრიგები მას ახლავს და ეს ხმების მოსყიდვები და დაშინებები და მუქარები, თურმე მხოლოდ აქ არ ხდება, ხო, რაღაც ფილმს დამსახურებით ვუყურებ და ძალიან დიდი მადლობა, ესეთი რაღაც საინტერესო ფილმი იყო, მთელი თავისი მოცემულობით, ჩემს ქრონომეტრაჟს აჭარბევდა, მაგრამ სიამოვნებით დაუთმე. მოდი გვიანბე აბა ნაწილობრივ კი შეეხება საათხდება მოქმედება, პოლიტიკური ვითარება როგორი არის იმ მომენტისთვის და მოკლედ ვინ არიან ეს კარდინალები და ვინ არის ამ შემთხვევაში დეკანი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საინტერესო და კეთილი ადამიანია ამ ფილმში. უძველესი დროიდან მოყოლებული, როდესაც რომის პაპი უნდა ჩაანაცვლოს სხვამ, არა აქვს უშუალობა რა მიზეზით, ძირითადად ჩანაცვლების მიზეზი იყო ხოლმე, როდესაც ძველი რომის პაპი გარდაიცვლებოდა, იყო მე-20 საუკუნე 21 საუკუნეში ფაქტი, როდესაც თვითონ თქვა მაგალითად ბენედიქტ მე-16 უარი ტახტზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც დეკანმა, რალფ ფაინსის პერსონაჟმა, ლოურენსმა უნდა მოაწყოს არჩევნები, უნდა შეკრიბოს კონკლავი, ანუ კარდინალთა საბჭო და უნდა აერჩიონ ახალი პაპი. ვინ არიან ახლა ზოგადად კარდინალები? კარდინალები შემოსილნი არიან წითელი ანაფორებით და ისინი არიან წარმომადგენლების საკუთარი ქვეყნის თუ ტერიტორიის იმ კათოლიკური სამწყსოსი, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. აი მაგალითად მოგვეხსენება, რომ ქრისტიანობა სამ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი: კათოლიკობა, პროტესტანტობა და მართლმადიდებლობა. და კათოლიკურ ეკლესიას ყავს თავისი წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში. ეს ადამიანები ემორჩილებიან რომის პაპს. ამ შემთხვევაში რომის პაპის თანამდებობა, როგორც აი ამ ფილმში ჩანს, ყველა კათოლიკე კარდინალის დიდი სანუკვარი ოცნება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ აი ამას და ლორენსი მთავარი პერსონაჟი, რომელიც აი ამ ყველაფერს უძღვება კეთილსინდისიერად, ყოველ შემთხვევაში ამ ფილმში აქ კარგად ჩანს ეს ყველაფერი და არაფერს არ ეპუება ის, არანაირ დაბრკოლებას, ცდილობს რომ ღირსეული კანდიდატი აერჩიოს. ხო, თუმცა ყავს ხო, შეიძლება ვთქვათ, რომ მიკერძოებულიც არის რაღაც ერთ-ერთ მომენტში და არ უნდა დაგვაწყოს, რომ ამ ფილმში ქართველი მსახიობიც დიახ, მერაბნინი მონაწილეობას მერაბნინი. ერთ-ერთი კარდინალია. კი ბატონო, ერთ-ერთი კარდინალია და საკმაოდ თამამი, ხო? რაღაც მითითებებსაც კი აძლევს ფილმის მსვლელობის. თამამიც, თანამედროვეც და აი წესებში არ ჩაკეტილი პიროვნება არის. სიგარეტსაც შველივრად აბოლებს და ასე შემდეგ არის თანამედროვე იერარქი და მე გამიხარდა მისი ნახვა აი ამ ფილმში, როდესაც ხუბრობა საქმე არ არის ხო სხვათა შორის, როცა ქართველი მსახიობია ასეთ. დიახ, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც აი ამ დონის შინაარსის დიდი წონის ფილმებში, როგორაც მე ვუწოდებ, ვნახავთ ისეთ კარგ მსახიობებს, როგორც მერაბნინიძე. კი, მოდი ვისაუბროთ ახლა აი ამ კარდინალებზე, რომლებიც სხვადასხვა ვთქვათ მიმართულებებს ემხრობიან, ხო? ვიღაცები ლიბერალები არიან, ვიღაცებისთვის ფერადკანიანები, კი ბატონო, კონსერვატორები, ვიღაცებისთვის ქალები არის საერთოდ მიუღებელი ამ შემთხვევაში და მთელი თავისი, ესე ვთქვათ, დოგმები აქვთ და ჩვენი დეკანიც ემხრობა რაღაც ლიბერალურ მიდგომას, ხო? კი, ეს 21 საუკუნეში ზოგადად გამოაჩინა რომის პაპების ქმედებამ, რომ ისინი მეტად ლიბერალები გახდნენ, თუმცა ფიქრობ, რომ ძველ წესებსაც, რა თქმა უნდა, არ ივიწყებენ და აი ამ ფილმში კარგად ჩანს
როგორ ასრულებენ ზედმიწევნით ყველა ამ დაწერილ წესს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. აქ რა თქმა უნდა, ისევ როგორც პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ასევე სასულიერო ხელისუფლებაშიც არის ჭიდილი, ვინ როგორი მიმართულებით გაიმარჯვებს, ვინ რა მიმართულებით წაიყვანს აი ამ ხელა სამყაროს, ქრისტიანულ სამყაროს. ყოველ შემთხვევაში არის გავრცელებული მსოფლიოში ასეთი რწმენა, რომ დიდი რწმენით და მუხლებზე ჩოქვით არ გამოირჩევიან კათოლიკეები, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ თავიანთი წესები და ტრადიციები და აი ჩვენ ევროპაშიც ვხედავთ, რომ ეკლესიები ძირითადად ის დიდებული ტაძრები მუზეუმებად არის ხშირ შემთხვევაში ქცეული და რაღაც სახელმწიფოს შემოსავალს ავსებს და წარმოადგენს აი ამ კუთხეს. ამიტომ მე ვხედავ, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მაქსიმალურად თავისუფალი დამოკიდებულებები არის ნებისმიერ საკითხთან, რომელიც ადამიანისთვის არ არის უცხო. აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი იდეების გასატარებლად. ყველას თავისი იდეა აქვს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე აბსოლუტურად მცდარია. ამ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად მართალი? ხო, არც აბსოლუტურად მართალი. ამიტომ ლოურენსი, როგორც ვაკვირდებით, ცდილობს ისეთი ადამიანის შერჩევას, რომელიც იქნება ზომიერ. ჩემი გადასახედიდან მე ამას ვხედავ. ვინ არის მისი ფავორიტი? ალდო, რომელიც ალდო ბელინი, თუ სწორად მახსოვს, მისი სახელი და გვარი, არის ადამიანი, რომელიც უფრო ლიბერალურად თუ ზომიერად მართავს და გააკონტროლებს აი ამდენ ადამიანს. მარტო იქ სხედან კარდინალების ძალიან დიდი რაოდენობა და თქვენ წარმოვიდგინეთ მათ უკან რამდენი სასულიერო პირი არის. აი ამ მონაკვეთში ჩვენ ხვდებით, რომ არც სასულიერო პირისთვის, არც ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის, არც ერთი პროფესიის ადამიანისთვის არაფერი ადამიანური არ არის. უცხო და ჩვეულებრივი ადამიანები არიან ისინი და არ უნდა გქონდეს რაღაც საოცარი მოლოდინი, რომ ისინი სამაგალითოები იქნებიან. აი თუნდაც დეკანის მაგალითი ავიღოთ, როცა ეუბნებიან, რომ მოდი მას უჭერენ მხარს, ხო იქ რამდენიმე ტურად იმართება ეს არჩევნები და ამბობს რომ რაღაცა საცდუნებელი წინაშე დგას და ფილმის ბოლო ეპიზოდიდან გამომდინარე მე რაღაც ჩემი ური დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ თქვენი აზრით რას გულისხმობდა ამ საცდუნებელში? რას ებრძოდა ის რა ფიქრებს, რომ საერთოდაც აპირებდა ხო დატოვა შემდეგ ეს ქალაქი ქვეყანა და სხვა წავიდა საცდუნებლად? მე მაინც ვხედავ რომ გარკვეულ ეტაპზე მას გაუჩნდა მართალი არ აღიარებდა, მაგრამ გაუჩნდა სურვილი, რომ გამختارიყო რომის პაპი და თითქოს მზადაც იყო. აი ეს მომენტი შევამჩნიე მაშინ, როდესაც ეკითხება მას ერთ-ერთი კარდინალი, რა სახელს აირჩევ, როდესაც რომის პაპი გახდები. და მეტად კარგი მუსიკალური ფონი აქვს შერჩეული, გაფორმება აი ამ ფილმს და ყველა იმ მომენტში დაძაბულ მომენტებში თუ მთლიანად დაძაბულობაში მიმდინარეობს ეს ფილმი, კარგად ესადაგება აი ამ მომენტებს. მე მგონია საცდუნებელი რა იყო? საცდუნებელი მაინც იყო, რომ დაეძლია მას საკუთარი სურვილი, რომ რომის პაპი გამختارიყო თუ არ გამختارიყო. მე მგონია, რომ მაინც გაუჩნდა მას სურვილი, რომ გამختارიყო რომის პაპი. ხო, თუმცა იგივე შეიძლება იმ სხვა კარდინალებმა შეუწყოს ხელი და ეს სურვილი მას დათრგუნული იყო და დიდად არ ქონდა. კარგი, არ უნდა დავიწყოთ ერთ-ერთი კარდინალი, რომელიც ფილმის საწყისებში და ფილმის ბოლოში გვევლინება ერთ-ერთ მთავარ გმირად, ხო? თითქოს არც არავინ არ იცნობს. მაგრამ ისეთი სიტყვით გამოდის, საერთოდაც ყველას მოსაზრებები თავდაყირადგება შემდეგში. დიახ, აქ ჩემი აზრით რეჟისორმა წარმოგვიდგინა ადამიანები, რომლებიც სრულ კომფორტში ცხოვრობდნენ და საპირისპირო მხარე პოლარიზებული ადამიანები, რომლებიც დიდი ძალის ხმევით აღწევენ რაღაც მცირე შედეგებს. ეს ადამიანი არის ქაბულის ეპისკოპოსი, ნუ ქაბულში მოღვაწე კარდინალი, რომელიც აი ამ რთულ რეგიონში კათოლიკურ სამყაროს ხელმძღვანელობს და იქ მიმდინარე პროცესებს მართავს. და ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ მას რეალურად არ უნახავს ნუ სხვა ადამიანებს, რომლებიც უფრო კომფორტულად და ფუფუნებით ცხოვრებას არიან მიჩვეული, არ უნახავთ ნამდვილი ომი რა არის, ნამდვილი ბრძოლა რა არის და ნამდვილი რწმენის გამტკიცებისთვის მათ რეალურად არ უბრძოლიათ. თუმცა ის დიპლომატიურად ამბობს ამ ყველაფერს და რეალურად ეს
პიროვნებაც ეს კარდინალიც ბენიტესიც არის სახე იმ თანამედროვეობისა, რომელიც გარკვეულ კონსერვატიულ წრეებში ჩნდება ხოლმე და აი ჩვენც ალბათ დავკვირვები ვართ, რომ ვიღაც ახალგაზრდა თუ პროგრესული იდეებით ახსავსე ადამიანი, როგორი დაკვირვების ობიექტი ხდება ხოლმე და შეიძლება გაკიცხვის ობიექტიც ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ ასეთი ადამიანები დიდ სიმპათიას იმსახურებენ. ზალ, კონდა თუ არა განცდა ფილმის საწყისებში, როცა პირველად უყურეთ ცხადია, რომ ის ბენიტესი თქოს რაღაცა ჩანერგილი ტიპია, ესე რომ თქვათ და რაღაც ეჭვებსაც იწვევს, ხო, ვინ არის, საიდან მოვიდა, რას ემსახურება, დიახ, არის კიდეც იქ საუბარი, დიახ. არის კიდეც იქ საუბარი, განსაკუთრებით კონკლავის პერიოდში, როდესაც ახალი რომის პაპი უნდა აერჩიონ, ხდება ხოლმე გარეძალების ჩარევა აი ამ საკითხებში. ეს არ არის ნამდვილად მარტივი საკითხი და ბუნებრივია აი ამ გამოცდილ კარდინალებს, რომელთაც ფაქტობრივად ყველაფერი უნახავთ ცხოვრებაში, თვლიან, რომ ეს პიროვნება შეიძლება საერთოდაც არ იყოს კურთხეული და უფლებამოსილი პირი, რომ აქ წარდგეს და გამოიკვლევენ კიდეც ამ საკითხს, დაადგენენ კიდეც და ვაკვირდებით კიდეც ინტრიგებს, რა შეიძლება დაიხლარდოს თუნდაც მის მიმართ, ან იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად გამარჯვებისთვის იბრძვიან. აი, თავდაპირველად ალბათ თვითონ ჩვენს დეკანსაც არ ქონდა მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ესე გაიწელებოდა დროში. კი, ეს არჩევნების სცენები აჩვენებს, რამდენად რთულია, რამდენად საპასუხისმგებლოა ეს საქმე და რამდენად დიდი ინტრიგები იხლართება. შეიძლება რომელიმე ადამიანი საერთოდ არასწორ აზრებს ატარებდეს, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდეს. ამიტომ აქ დიდი დაკვირვება მართებდა ზუსტად იმ პერსონაჟს, რომელიც თავარ პერსონაჟად გვევლინება ლორენსი რალფაინსის პერსონაჟი და ის ცდილობს რაღაცნაირად დაარეგულიროს თუნდაც გადამეტებული მხარდაჭერა კარდინალებისა, რომლებიც შეიძლება ითვლებოდეს, რომ არასწორ მხარეს მიდიან და უკვე გადავიდეთ იმ საკითხზე, როდესაც ნელ-ნელა მხილების ეტაპი იწყება აი ამ ფილმში. ჩვენ აქ ალბათ რეჟისორის ჩანაფიქრი იყო და კარგად მოახერხა კიდეც წარმოიჩინა, რომ მე მგონია, რომ რბილად მიყვება ის საკმაოდ ამ საკითხს. ეს კარდინალები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ხო? ნამდვილად. ვიღაცას შვილი ჰყავდა, ვიღაცას სხვა პრობლემა ჰქონდა და ასე შემდეგ. ნელ-ნელა იხსნება კვანძი, რომ როგორც თქვი, კარდინალები თუნდაც ამ შემთხვევაში პაპის ტიტულის მოპოვებას გამარჯვება და არჩევნების სასურველი შედეგით ასრულება ვუწოდოთ. აი, როგორც ჩამოიყვანს იქ ერთ-ერთ ქალს, რომელსაც შეახვაძებს და მოკლედ მთელი რიგი ინტრიგებია, ის რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთ დღეს, ხო? კი, არანაირად არ განსხვავდება ჩემის აზრით ეს პროცესი სხვა მიმდინარე პროცესებისგან, რომელშიც ყოველდღურად შეიძლება ვიყოთ ჩართული და ჩვეულებრივად ბრძოლაა ეს და აღიარებს კიდეც ერთ-ერთი კარდინალი, რომ პირველი პრეტენდენტი, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა, ადამიანი დაახლოებით 30 წლის წინ თურმე აღმოჩნდა, რომ შვილი ჰყოლია. ამ წესების მიხედვით იქ არის შეზღუდვები, გარკვეული შეზღუდვები, რაზეც ლორენსი საუბრობს და ის პირდაპირ ამ ხელს, ასე ვთქვათ, აი ამ ადამიანს პირველ კანდიდატს მედიემი ასე დაახლოებით ასე ერქვა ამ ადამიანს და რასაც მე არასწორად მივიჩნევ. რა კუთხით? იმ კუთხით, რომ ის იგივე ადამიანების მიერ დადგენილი წესები, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები მოქმედებენ, უკვე კარდინალები მოქმედებენ, ჩემი აზრით, იმ შვილის ყოლა, რომელიც აღმოჩნდება 30 წლის წინ დაბადებული, არანაირ კავშირში არ იყო და არანაირ ხელშეშლას და არანაირ ხელს არ უშლიდა აი ამ ადამიანს აი ამ საქმის წარმოებაში, მაგრამ ის პედანტიზმი, რაც აი აქ ჩანს და ბევრი სხვა საკითხები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს რელიგიური კუთხით უშლის ხოლმე ხელს, ესენი უნდა აღმოიფხვრას. აი ჩვენ თუ დავფიქრდებით, ახლა იმ კარდინალს, რომელიც რეალურად რომის პაპი შეიძლება ყოფილიყო, არანაირად
თავისი კეთილი საქმეების კეთებაში თუ მართვაში ხელს არ უშლიდა ის წარსული და ზუსტად ესეც არის ქრისტიანული. კი და ეს უნდა განსხვავდეს ზუსტად ქრისტიანული რელიგიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ რომ მონანიება თუ შენანება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომ იმ ადამიანმა თუ მან ცოდვა ჩაიდი და მოინანია და სხვისთვის მას ზიანი არ მოუტანია. ამიტომ მე ვთვლი რომ ის გადაჭარბებული ორთოდოქსული წესები რაც არსებობს მე მგონი რომ ლიბერალიზაცია საჭიროებს. კარგი, ძალ გადავიდეთ იმ ეპიზოდზე, როცა უკვე გარდაცვლილი პაპის ოთახის კარის დალუქული კარის შეღებასაც ბედავს ხო დეკანი რომ რაღაც კომპრომატები მოიპოვოს და ნათელი აეხადოს იმ ბუნდოვანებას რაც მთელ ამ არჩევნების პროცესთან ახლავს. აი მე ვერ დავარქვევდი აი ამ ყველაფერს კომპრომატს, რადგან თვითონ ეს ლორენსი არის ფილმის მსვლელობის დროს ყოველ შემთხვევაში შეიძლება გვეფიქრა რომ ბოლოს გაიხსნება რაღაც კვანძი და რაღაც იდეები ჰქონდა მას. ეს ადამიანი არის იმდენად მოწადინებული რომ სამართლიანად გადაწყვიტოს ეს საქმე, რაც არის წესი და რიგი, აი ამ წესს და რიგს მაქსიმალურად იცავს და ერთ მომენტში გავამტყუნებდი მხოლოდ მას, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ალდო ბელინის მომხრე რადგან იყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სხვა დანარჩენ კანდიდატებს ის ჩამოიშორებდა თავიდან. მაშინ რას ეძებდა იმ ოთახში? ხო, ეგ არის ის სამხილი თუ კომპრომატი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომელიც სიმართლის გზაზე მას დაეხმარებოდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ აქედან გამომდინარე ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ის სწორად იქცეოდა, არ ქონდა მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ იყო ეს კომპრომატი მიმართული, თავის საქმეს ის აკეთებდა მაქსიმალურად პირნათლად. კი ბატონო, ნელ-ნელა მივდივართ ალბათ იქ, ანუ პოლიტიკური ვითარება რა ხდება ამ დროს, ხო? ეს რომ ჩვენ ვაკვირდებით, რომ იქ ხდება აფეთქება და არის გარკვეული ძალები, რომლებიც აი ამ თუნდაც აი ამ არჩევნების პროცესში ჩარევას ცდილობენ და არის ასეთი წესი, როდესაც გარე კომუნიკაცია არავისთან არ აქვს და მხოლოდ ერთმანეთთან საუბრობენ ეს ადამიანები და ამ მომენტშიც ვაკვირდებით, რომ ლოურენსი ამბობს, რომ არ მოუტანოს მან თუნდაც მასაც არ შეეძლოს ხო არავინ ინფორმაცია არ მოუტანოს მათ. ზოგადად რომის პაპი დიდი გავლენით გამოირჩევა სოფლიოს მასშტაბით და ბუნებრივია, რომ ბევრი პროცესი აი ამ თუნდაც არჩევნებზეც იყო დამოკიდებული და ბევრი ფანატიკოსი თუ რადიკალი მორწმუნე არსებობს, რომელიც მაგალითად აწყობდა ტერაქტს ვატიკანთან ახლოს. სალ, როცა რამდენჯერ გაქვს ეს ფილმი ნანახი? ორჯერ ვიხილე ეს. ანუ ახლა გადაიმეორე გადაცემისთვის. ქონდა როცა თავდაპირველად უყურე მოლოდინი რომ ფილმი ისე ამგვარად დასრულდებოდა და ესეთი ფინალი ექნებოდა. როგორ დასასრულს ელოდება? ლორენსი გაიმარჯვებდა. მაინც ხო ასეთ დასასრულს ველოდი, რომ ლორენსი გახდებოდა რომის პაპი და მე არ დამრჩებოდა ის შთაბეჭდილება, რომ მას უნდოდა რომის პაპობა, უბრალოდ გარემოებებმა იმოქმედა მასზე და ფილმის მსვლელობის დროსაც და ახლაც ვთვლი, რომ ის არ იბრძოდა რომის პაპობისთვის. კი, ჰქონდა ცდუნება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ის გამختارიყო რომის პაპი, ან მსგავსი რამ, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც ასეთ დასასრულს ყოველ შემთხვევაში არ ველოდი და ვერ გავაკეთებდი ასეთ პროგნოზს პირველად ჩვენებისას. კარგით, აი, როდის ხდება ესეთი გარდამტეხი მოვლენა ფილმში, როცა თქვათ აი ამ კარდინალების გემოვნებაც რაღაცნაირად იცვლება? რა განაპირობებს რომელი ეპიზოდი? კი, ობიექტურობისთვის, რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ის სამხილები, რომელსაც ლორენსი წარმოადგენს და კომპრომატებს, როგორც თქვენ უწოდებთ, აქვს გავლენა აი ამ ადამიანებზე და ისინი საერთოდ წესის წინააღმდეგ ვერ მიდიან. ამიტომ ნელ-ნელა გადაჯგუფდებიან ხოლმე იმის მიხედვით, როგორაც სიტუაცია მიდის და აი სიტუაციის მიხედვით უკვე ყრიან ფარხმალს ის პრეტენდენტები, რომლებიც გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. აქედან გამომდინარე, ფილმის აზარტიც ესაა, რომ ნელ-ნელა მიემართება იქეთკენ საქმე, რომ ვისაც საერთოდ არ ველოდით რომის პაპად,
რჩებიან ის ადამიანები პრეტენდენტებად და საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ახლად არჩეული ბენიტესი, რომლის დიდი სურვილიც შეიძლება არ იყო რომის პაპობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლორენსს ჰქონდა სურვილი, რომ სამართლიანად ჩაეტარებინა ეს პროცესი და აქედან გამომდინარე გამოიკვეთა ბენიტესი უკვე ლიდერად. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბენიტესის წინააღმდეგად არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც რომის პაპობას მას ხელს უშლიდა. კარგი, როდის ირკვევა აი ეს კვანძი, რომ რაღაც რა სამედიცინო манипуляციებზე და რა საქმე ქონდა მას ერთ-ერთ კლინიკასთან, აი ეს დიალოგი და ეს წინაც რომ განვიხილოთ. კი, არანაირი ინფორმაცია არ არის დაფარული, როდესაც კარდინალები ერთმანეთთან ურთიერთობენ და ლორენს მიაწვდიან ინფორმაციას, რომ მას ჰქონდა ბენიტეს, ჰქონდა გარკვეულ კლინიკასთან ურთიერთობა და ეს კლინიკა მას უნდა დაახმარებოდა იქ საავადმყოფო არის თუ კლინიკაო, როცა დააზუსტებენ კიდეც საუბრის დროს მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში არის ჰერმაფროდიტი, ანუ ქალიც არის და კაციც ერთდროულად და მას ქალის ორგანოები აქვს რა და იყო რომის პაპების ისტორიაში, როდესაც ქალი შეინიღება კაცად და სანამ არ დაორსულდა ვერ მიხვდნენ, რომ ის რეალურად ქალი იყო და ამის შემდეგ ტარდება გარკვეული რიტუალი, რომლის შედეგადაც ადგენენ, რომ ნამდვილად მამაკაცი არის რეალურად კანდიდატი. ამიტომ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ბენიტესის შინაგანმა სულიერმა სამყარომ გაიმარჯვა მისმა პატიოსნებმა და ის რომის პაპს შეუთანხმდა, რომ მსგავსი რამე იყო, მან არ იცოდა ამის შესახებ გარკვეულ ასაკამდე და აი ამ ყველაფრის აღმოსაფხრელად ჭყალებში უნდა მიემართა კლინიკისთვის და მე ვფიქრობ, რომ წინა რომის პაპი, ვინც იყო წინამორბედი, აი მახლის წინ, სწორად მოიქცა, როცა ურჩია, რომ მსგავსი რამ არ გაეკეთებინა და რწმენასთან ეს არავითარ კავშირში არ იყო და არაფერს არ შეცვლიდა. კი, რეჟისორის ჩანაფიქრზე რას მეტყვი? რამდენად იმის და მიუხედავად რომ 21 საუკუნეა და ჩვენ ვიძახით, რომ არაფერი აღარ გვიკვირს, ყველაფერი შეიძლება დედამიწაზე მოხდეს, ანუ ისევ მასიურად შევხედოთ ამ თემას. დიახ, მე დაგეთანხმებით, რომ ის თემები, რომლებიც აქამდე შეიძლება ტაბუირებული იყო და ბევრ სხვადასხვა ფილმში დავინჩის კოდი და ასე შემდეგ სხვადასხვა ფილმებში მსგავსი ამბები წინ წამოიწევდა ხოლმე. აი მაგალითად დავინჩის კოდის გამოსვლის დროს ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა ამ ფილმს და უკვე მერე ფაქტობრივად წლების შემდეგ მსგავსი რაღაცები გამოსვლები თუ აქციები აღარ გამართულა და მე მგონია რომ უკვე საზოგადოება ნელ-ნელა მზად არის რომ რაღაც მანკიერი მხარეები თუნდაც რელიგიური კუთხით სასულიერო პირების მანკიერ მხარეზე უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი გასაღებია და ინსტრუმენტი არის. და ბევრი სასულიერო პირიც, ისევე როგორც ეს რეჟისორიც, საუბრობს აი ამ საკითხზე და გაჯანსაღების კუთხით ეს ფილმი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ რეალურად საზოგადოებისთვის ეჩვენებოდა რა ხდება კათოლიკურ სამყაროში უმაღლესი იერარქის არჩევის დროს და ჩემი აზრით მოახერხა ეს ჩვენმა რეჟისორმა. კარგით. კათოლიკურ სამყაროდან რომ გადმოვინაცვლოთ ამ შემთხვევაში მართლმადიდებელ სამყაროში. როგორ ფიქრობთ, მე გულისხმობ იმას, რომ აი ეს შეხლა შემოხლები ესა თუ ის თქვა განცხადებები, ზედმეტი პოლიტიკური განცხადებები და აქტიურობები, ანუ არ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც შეიძლება კათოლიკურ სამყაროში იყოს ყველაფერი ბნელი მანგიერი და ასე შემდეგ და ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად უმანკოები, ხო? არა, ამას ნამდვილად ვერ იქნება. არა, ნამდვილად უსამართლობა იქნება და გეტყვით პირდაპირ, რომ დიდად არც ერთი რელიგიური მოღვაწე კონკრეტულ ადამიანებზე არის საუბარი. როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ეს კონკრეტული თემა არის, მაგრამ რელიგიური კუთხით განშტოებები, პროტესტანტები, მართლმადიდებლები თუ
კათოლიკე სასულიერო პირები რადიკალურად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და პირდაპირ გეტყვით იმას, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იგივე ადამიანები არიან, როგორაც მაგალითად მართლმადიდებლები და ყველა სფეროში არსებობს ის ბნელი მხარეები, რომლებიც წესით არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ არსებობენ ადამიანები, დავით აღმაშენებლები, რომლებიც იბრძვიან იმ საქმის წინააღმდეგ, რაც რეალურად არ უნდა მოხდეს. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მართლმადიდებლური სამყარო არის იდეალური, მაგრამ იმ ჯანსაღი კრიტიკით ჩვენ უნდა მივიდეთ საბოლოო ჯამში იქამდე, რომ ქრისტიანობა ემსახურება სიყვარულს, სიკეთეს, მეგობრობას და სხვა დანარჩენი წესები, რაც არსებობს ირგვლივ, აი ამ ყველაფერს უნდა მივუსადაგოთ. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენი რელიგია არის სიყვარულზე აგებული და აი ამ კუთხით უნდა ვიმოქმედოთ. რა თქვენ ახსენებთ? სიყვარული, მიტევება, სიკეთე და მეგობრობა. ამიტომ ამ დანარჩენ ყველა წესს ჩვენ ვეცდებით, რომ დავექვემდებაროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ძირითად საკითხებს გვერდს ვერ ავუვლით. და ღმერთს უყვარს ყველა. რა თქმა უნდა. კი. ზალ, ძალიან დიდი მადლობა ამ ფილმისთვის. სამიზნე აუდიტორიად ვის მიიჩნევ და ვის ურჩევ რომ უყუროს? მე მგონია, რომ ვისაც აინტერესებს ზოგადად არა მარტო რელიგიური საკითხები, არამედ თანამდებობისთვის ბრძოლის პოლიტიკური თუ რელიგიური კუთხით დაპირისპირებების შესახებ ფილმები და არა მარტო ფილმები, რეალობა. ვისაც აინტერესებს როგორ მიმდინარეობს ვატიკანში რეალური ცხოვრება, როგორი ადამიანები არიან რეალურად კარდინალები, ან ზოგადად სასულიერო პირები, ყველამ უნდა აიხილოს აი ეს ფილმი და არსებობს სხვადასხვა ფილმები, რომლებიც კიდევ უფრო ძაფრად აჩვენებენ ყველაფერ იმას, რაც მაგალითად ვატიკანში ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ნახოს და შემდეგ შეაფასოს და ისაუბროს ძალიან ბევრ რამეზე. ვერ ვიტყვით, რომ ეს ფილმი მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს, ან ისტორიკოსებს, ან კინომცოდნეებს, ან ჟურნალისტებს დააინტერესებს. იქ ჟურნალისტებზეც არის ბევრჯერ საუბარი, რომ პრესას არ გავაგებინოთ თუ პრესას გავაგენოთ ესა თუ ის საკითხები. აგვიანდაო ხო, მე რამდენი ტური იყოს საჭირო არჩევნებისთვის ეს ელოდებიან ადამიანს. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფილმი არის და ეს ფილმიც არის ის ფილმი, რომელიც უკეთეს ადამიანებად გვაქცევს მეც და თქვენც და ჩვენს მოსახლეობას. ძალიან დიდი მადლობა ზალ, რომ იყავით ჩემი სტუმარი. გილოცავ კიდევ ერთხელ შობა ახალ წელს, წარმატებულ საინტერესო წელს გისურვებ და კარგ სეზონს გულისხმობ, საეთერო სეზონს გულისხმობ. წინ ბევრი კარგი ფილმი გველოდება, რომელსაც ეტაპობრივად გადავიმეორებთ, ან პირველად ვიხილავთ და შემდეგ უკვე ჩვენს მსმენელებს და ჩვენს მაყურებლებს გავუზიარებთ. მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი. დროებით დაგაგრძელოთ. მადლობა თქვენ. ზალ ხონელიძეს მასპინძლობდი გადაცემაში 4 ქუთაისში. კითხეისათვის ამით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.